გამარჯობთ მეგობრებო, მოგესალმებით, აგიბრუნდებით. ცხელი ძაღლის მეხუთე სეზონის მეხუთე სერიებით. Дёрнешься или крикнешь, мозги вышибу. გამოიწერეთ და ლაიქეთ და კომენტარეთ. Как? Жихан. Так кто этот Гюрза? Дурак, сумасшедший? Мудаки из нашего МИДа сначала думали, что это провокация грузинских спецслужб. Вот. И они подняли шум, гам на весь мир. Подключились в это дело ФСБ. Оказалось, что Гюрза самостоятельный игрок, и все. Но было уже поздно, и поэтому мы вынуждены были идти на сотрудничество с грузинами. А этого Гюрзу уже задержали? Еще нет, но разработка идет. Значит, ФСБ и грузинские спецслужбы вместе пасут этого Гюрзу. Да, но дело не в этом. У этого засранца Гюрзы есть какая-то схема, с помощью которой можно рвануть трубу, понимаешь? То есть Гюрза нашел слабую точку в системе защиты нефтепровода. Слабое никто не знает. Ни грузины, ни американцы, ни даже мы. Знает только это Гюрза. Георгий, чуешь, где спрятано сало? Ну, теперь понятно, почему его до сих пор не взяли. Сам понимаешь, о взрыве трубы Баку-Жейхана не должно быть и речи. А вот мы, то есть Гараул, если мы опередим других и перехватим эту схему Гюрзы, в наших руках окажется стратегическое мощное оружие против американцев. Ну как? А я вам зачем? От нашего человека в посольстве мы узнали, что Гюрза в течение нескольких дней собирается отдать им эту схему в обмен на российский паспорт. Но мы этого не допустим. Выходит, ГРУ работает против ФСБ. Можно сказать так. Мы исправляем ошибку наших коллег. Допустим, я вам помогу. А мне что из этого? Как что, Юрьевич? Большие бабки до почета и уважения. А если я откажусь? О, не советую. И вообще, знаешь что, Юрьевич? После провала в Батуми нам бы с тобой реабилитировать свое доброе имя перед некоторыми товарищами. Ну как, по рукам? Вы мне не оставили выбора, Семен Петрович. Через 3 дня мы будем знать имя, фамилию и точно адрес Гюрзы. ხალხო აქეთ ვარ მეგონი ორადორი აი ამ წვანე მანქანასთან გამიჩა. მთელი სეზონი რუსულად და წარწერები წაიკითხეს. ერთი წამი და ოპოუზი ხო სწორად ვიხრები. twins ხო არ გიჭამ, პირი ნაწერს ხო არ ვიფარებ. ხო სწორად ვიხრები.
აბა კარგად. იურზა რა მოაფიქს. ის ხო ეს ნომერი აქვს მე ვეფარებ XNX რატო აი ეს არის ჩვენი ნავთობსადენის ერთ-ერთი საცავი ბაკერობიზინა და აქვე გვაქვს ჩვენ საგუშაგო. აი ესეთი საგუშაგოები გვაქვს ყოველ 15 კილომეტრზე. აი მანქანამ რო გაიარა ჯიპმა ხო ნახეთ. აი ეგეთი ჯიპები დარბიან სულ გაკონტროლებენ მთელ პერიმეტრს რა. ჯაბულ მომისვინე გენოცვალე. აი თქვათ მე ვარ ტერორისტი. მაგზურ ჩანთა შეიდებს 8 კილო ტროტილი. მე ვარ ჩემთვის ხარად ეგზის კრონკაზე. ან უკანი დღის განაპირას. ხო შენ ჩამიარე, ვერ შემამჩნიე. გახვედი ბოლოში, ეხლა იქიდან მოbrunებას. აქამდე 25 წუთი ხო უნდა? 25 წუთი ნახევარი საათი. ჰაჰა, ყველაზე დიდი. ოდა აკა შენახმერთმა. ნახევარ საათში მე მაგ ტრუბებს საში ავყარ. ვერ აწევთ ბატონო ვიზინა. როგორ აწევთ? თქვენ იცით რომ ამ ტრუბების ორივე მხარეს ხო 100 მეტრის რადიუსი სულ არის სენსორები დამონტაჟებული და აფიქსირებს აბსოლუტურად ყველა დარღვევას. ხარაშო რო გავეკარო რა მოხდება? ვერ მიეკარებით ბატონო ვიზინა, იმიტომ რომ აი ახლა ჩვენ რო გამოვიარეთ შენობა რო იდგა თეთრი ხო ნახეთ, მან არის დისპლეი დგას, რომელზეც მიდის სიგნალი ეგრევე, სადმე დარღვევა თუ არის და აფიქსირებს რომელ კილომეტრზე, საათ, რომელ წერტილზე რა მოხდა. იგივე სიგნალი მე გადაეცემა მთავარ საკონტროლო პუნქტს. იქაც იღებენ ესე იგი ამ დარღვევის შესახებ ინფორმაციას. ამის მერე რა ხდება? ამის შემდეგ მე უკავშირდებით პატრულს, მოდის პატრულის ჯგუფი, ესე იგი და იწყებს მუშაობას, თუ საჭიროა ჩვენც ვეხმარებით. თუ ძალიან გაჭირდა ეგერ ხო არის გვერდებზე მეზობელი საგუშაგოებიდან გვეხმარებიან და ასე ეს როგორც ხო იცით ეხლა ეს დაცვის მეოთხე დონე რასაც ქვია ეგ არის და ხარაშო პირველი მეორე მესამე რა არის? ეგ თქვენ კი უნდა იცოდეთ ბატონო ვიზირა. არა ვიცი მაგრამ თქვენთან როგორ არის დაყენებული? ესე იგი პირველი დონე დაზვერვა. მეორე დონე კონტრდაზვერვა. თქვენ, ანუ თქვენ. მესამე დონე საჰაერო დაცვა და მეოთხე ჩვენა ვართ რა ეს უშროების ბიჭები ნავთობსადენის. ესე შენ ამბობ რომ დივერსია გამორიცხულია. აბსოლუტურად გამორიცხულია. ვერტალოტიდან რო დაუშინო? და მე არა გვაქვს ჩვენ საჰაერო დაცვის სისტემა. იგივენაირად კონტროლდება აბსოლუტურად, როგორც დედამიწიდან კონტროლდება ესე იგი ეს პერიმეტრი, ისევე ჰაერიდან. ხარაშო და ლინია მანერგეიბა ბატონო ვიზინა თქვენ ეს კა პირადად მაპაციეთ და პირადად გაინტერესეთ თუ რამე ინფორმაციაა შემოსული და ინფორმაცია. ასე ეხლა გეტყვი ამას სინაც დაგვავალეს რა. რო შეადგენოთ ეს თეორიული გეგმაო ტრუბების აფეთქების რაღაც მსგავსი სხემისა რაღაცა ეგეთი რა მოკლედ ტრეინინგის პონჩი გამიგეშე. ეხლა ხო ეგეთი რაღაცები მოდაშია. ო არის კი. ჩვენ შეგვიკლეს ეს ტრენინგები, ვერქშოპები თუ რას ეძახიან და რა ვიცი რაღაც რასა ვიგონები. ესა ერთი აი აქ შემიჭირეთ თუ არ შეგაცხებთ ზუსტად 5 წუთით გაგაჩერებთ. 3-5 წუთი უკაცრავად რა. ეხლა ვიგოვან მაპატიეთ. გასა ალექსანდროვიჩ. სასწრაფოდ უნდა შევადგინოთ სია. ჩვენი უწყებიდან წასული თანამშრომლების განსაკუთრებით კარტოგრაფების და პატრიუნიკების ყველაზე ძალიან ეგაინტერესებს. აუცილებელია ზახარიჩი. კი რა. ხო იცი ეგ საქმე მინისტრის გარეშე არ გამოვადა. თუ რამე გვერდის ავლა შეიძლება ნუ შევიყან იმასთან. რატო ახლა მოადგილეები იეჭვიანებენ თუ რა შეეს? აბა ბიჭო, ცოლი აღარ ეჭვიანობ ჩემზე ახლა და არ შემიკლეს ამ ათხელში. ზახარიჩ ერთხელაც იქნება დაგუპავს ეს შენი გასარსალებული ენა. ბატონო ვიზინა, შემოგვიწა ეხლა ხინკალი, წვადი, პატარა წალკის თევზი და თითო ჭიქა დავლიოთ და ნუ შეძუხდები. არა, წავი. იმენა სუკეიფობე. მაო, სუკამასმა.
Ну ты даешь, Герман Георгиевич. А Ну что ж ты мне сразу-то не сказал насчет своей болезни-то? Ну как же так можно, блин? А кто тебе это сказал? ГРУ? ГРУ, при чем тут ГРУ? Пойми, за здоровьем следить надо. В нашем-то возрасте. Но ничего. Как только мы закончим все это дело, я тебе Кремлевскую больницу организую. Обещаю. Эх, были бы бабки, Семен Петрович. А шунтирование сейчас везде делают классно. Слушай, я ж тебе говорил, главное найти точку, где рвануть трубу. А бабки сами собой потекут, понимаешь? Да при чем тут бабки? Я успел кое-что переложить на черный день. Слушай, не нравится этот разговор, мне, понимаешь, не нравится. Ну, болит сердце, ну, у кого оно не болит? Пару шунтов тебе сделают, и ты будешь как молоденький бегать. Ну, кстати, ты связался со своими ребятами в Тбилиси? Да, я набрал команду. И что? Не нравится мне это дело. Почему? Кюрза должен передать эту схему сотруднику ФСБ, так? Так. А мы должны перехватить ее до того, пока это произойдет. Точно? Точно. Ну вот я не пойму. Неужели ГРУ не может убедить правительство дать команду ФСБшникам не показывать эту схему грузинским спецслужбам? Конечно, может. Но, во-первых, могут возникнуть межведомственные трения. Эти бесконечные проблемы. И уйдет масса времени. И, во-вторых, сам подумай, при таком развитии событий, ну кому мы там нахер будем нужны? Выходит, что мы действуем на свой страх и риск. Нет, не совсем так. Ты понимаешь, никто из руководства мне приказа не давал. Они просто попросили меня, исходя из моих старых знакомств, что я могу возглавить именно вот эту операцию, перехват. Верится с трудом. Почему? Там такие умные головы сидят, слушай. А если мы с тобой перехватим вот эту долбанную схему, пойми, они получат чины и ордена, а мы с тобой целковые. Ну а если провалимся, то ГРУ тут ни при чем. Вся ответственность ложится только на олухов, ФСБ и МИДа. И на нас. Так что в случае чего, надеяться будет ни на кого. Слушай, я понимаю, ты прав. У нас нет тыла, понимаешь ли, защищенного. Но ты пойми, какие барыши-то к нам потекут. Слушай, Георгиевич, барыши, ну... Да какие барыши? Барыши, ты говоришь, генерал. Ерунда все это. Почему ерунда? Это же реальные деньги. Слушай, ты что, с ума сошел? Отказываться от такой возможности? Пойми, слушай, ну, ей-богу, я уже начинаю от тебя злиться, ну. Да не в деньгах счастье, Петрович. Да это чушь собачья, пойми, это чушь. Да что мы на своем веку видели? Войны, убийства, пьянство, блядство, обман. Устал я от этого. Слушай, да не скули-то ради бога, слушай, не скули, что такое? У всех своя проблема, понимаешь? Вот у меня, например, жена недавно скончалась, Варвара Алексеевна. Сочувствую. Да, спасибо. Так вот, ты представляешь, я живу совершенно один, без жены, а какого мне одному быть? Жить бобылем? Даже послать нахер некого, понимаешь ли? Но однако живу, в отличие от тебя, не скулю. Ну так, в конце концов, ты согласен или нет? Ну? После провала в Батуми за мной должок. Они не оставят мне покоя. Потому и согласился тебе помочь. Только запомни, закончим это дело, и все. Я завязал. Вот так и передай ты своим товарищам, генералам. Хорошо, хорошо, дорогой, я передам. Но пойми, никуда ты от них не денешься, они тебя из-под земли достанут, пойми. Ну все, начинаем действовать. Как что, дам тебе знать. Ну, я пошел. Погоди, а пообедать-то вместе? В другой раз.
იფშიძე რა კაც. ჯერა ხმა. Comenat rest mas. Вот возьмите, пожалуйста. Добрый день, Вероника. Здравствуйте. Ручку будьте любезны. Спасибо. ის გოგო რატო გავს იმასე? Mary Jane's. On Mary Jane's და ბევრად ლამაზი რატო არის Spider-Man-ის პირველი ნაწილიდან? Ламази погоеби арен ამ სერიალში. Алло. Это я. Да, он у нас. Нет, он анкету заполняет. Да, выйдет через минут 20. Через 20, я сказал. არა რა ძმაო რა, უჩემოთ არაფერში არ ვარ მიხდით. სატრაქში ვეძებო მე ის ნაბოზარი ფშალავა ეხლა. კარგი რა. არის ცენტრალების ამბავი. იქ ამბავი ატყდა. დედაშვილს არა იღმანდა ხელში. კაცურად, რამდენი წელია პოლიციაში ხო? 7. მე ბიჭო. მე რაშუაში ვარ, ოპერაციას ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა, შენ დამინიშნე უბრალოდ. მაგიჟებს ეგ კაცი თუ აქამდე სად არის ვაფშე თაღამდა, არ დაურეკია. კრანზე დარბის ამბავ. რა კრანზე? მივალ და ნახო. ჩაუჯო ბიჭო რა საკეთე არგაიზა ხალხი და დაგატუ ხალხი და შენა მოძორო შუქი შადიტება შუქი რა მოხდა აი მე რა ხდება რა მოხდა რა გეცა დავე სუშამი რა მოხდა გაიზალი ბიჭო გულაო პარაში ახوارო აღარ უნდა ეხლა ამას ბევრი ბაზარი რა აიღე კალამი და შენი ხელით დაწერე ყველაფერი სანამ ლამაზი ხარ რა რა უნდა დავწერო რა უნდა დაწერო და როგორ მოიპარეთ შენ და ბჟალავამ საცავიდან ექსპონატი როგორ მოკალით დამსახურებული მეცნიერი ალფაიძე რანაირად გაყიდეთ ნაკურდალი კაროჩე ყველაფერი მე არავინ არ მომიკლავს ამას უყურეთო ისევ თავიდან იწებ არა ბიჭო შენ სულელი ხარ თუ მე მასულელე აიღე კალამი თორე თუ გაგცხე გაგელი ჯავშუაზე კაი გიო მოიცა მომისმინე ჩვენ გვჭირდება შენი აღიარება ის მე თუ შე რა გონია ყველაფერი ზუსტად ვიცი დეტალებში მოგიყვები ყველაფერს მაგრამ გიჩევ რა აღიარო შენი დანაშაული და შეიმსუბუქო ამით შენი საჯელი
არაფერი თქვენ არ იცით. გეუბნებით დამნაშავე არა ვარ მეთქი. ეხლა ყველაფერს რომ მოგიყვები დეტალებში. მე ნახავ შენ, რა ვიცი და რა არ ვიცი. რა უნდა მომიყვეთო? გეუბნებით არავინ არ მომიკლავს თქვენ. ეხლა კარგად მომისმინე. შენ ტელეფონზე დაგიდეკ ეს და ჩაგაწერინეს ექსპონატის ნომერი, რომელიც შენ საცავიდან უნდა აგეღო. ეს იყო B ნომერი 99-32. მაგრამ პირველი შეცდომა სად დავუშვი, იცი? მაგიდაზე გადაფარებულ გაზეთზე რომ ჩაიწერე ეს ნომერი, აი. ეხლა უყურე. აი ეს არის კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა. სადაც წერია რომ ეს შენი დაწერილია, წაგიკითხო? არ არის საჭირო. ესე იგი შენ აღიარებ რომ შენი დაწერილია. დაუშვათ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ რომ ალფაიძე მე არ მომიკლავს. მაგასაც გეტყვი, მომისმინე? 14 ნოემბერს შენ და ბჟალავა ერთად მორიგეობდით. შენ მაღლა, ბჟალავა ქვემოთ საცავთან. ყველა რომ წავიდა, შენ გამორთე სიგნალიზაცია, სეიფიდან აიღე საცავის გასაგები და შენ და ბჟალავამ პლომბი მოხსენით საცავს და შეხვედით. ეს ექსპონატი იყო მესამე თაროზე, ყველაზე მაღლა. ამ დროს ბჟალავა გარეთ გელოდებოდა. გარეთ? ხო, რა იყო? არაფერი. 5-დან ექსპონატი ამოიღე რა ძმა? გარეთ გამოიტანე. აი ეს კიდე დაქტილოსკოპიური ანალიზის დასკვნაა, სადაც წერია, რომ 5-ზე შენ თითების ანაბეჭდებია დაფიქსირებული. გინდა მასაც აგიკითხავ. არ არის საჭირო. ესე იგი ადასტურებ, რომ ექსპონატი 5-დან შენ ამოიღე, რა? აი ეგრე იყოს. ეგრე იყო თუ ეგრეა? ეგრეა. თქვენ გეგონათ რომ ყველაფერი საათივით დაგეწყოთ. ეხლა დარჩენილი გქონდათ რა? რომ ნაკურდალი გადაგეცათ შემკვეთისთვის და მაყუთი აგიღოთ. მაგრამ მეორე დღეს ალფაიძემ შეამჩნია რომ ეს ექსპონატი გაქრა. მოვიდა თქვენთან, იმიტომ რომ იცოდა რომ იმ დღეს თქვენ მორიგეობდით და ამის დაბრუნება მოგთხოვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციაში დავრეკავო. თქვენ სხვა გზა არ ქონდა და ადრე დაბრიდეთ. ეგრე იყო? აი ყველაფერი თქვენ საიდან იცით? აი ამ საქაღალდეში ვაჟა ბჟალავას ჩვენებადებს, რომელსაც ძალიან მეხოცო არ დაგიკითხავ. ბჟალავამ აღიარა თავის დანაშაული და ამით შენგან განსხვავებით სასჯელი შეიმსუბუქა. რა ბჟალავა აიყვანეთ უკვე? არა ბიჭო, მოსკოვს შევეკითხებოდით. და მე მაგ ჩვენებაში რა უწერია, რომ ალეკო ალფაიძე გიორგაძე მოკლაო? დაახლოებით. მე რო არ მომიკლავს? აბა მე მოვკალი? ხო და მაგით ომინდა შენი ჩვენება, რომ სიმართლე გავიგო, გესმის? მე არ მომიკლავს. ბჟალავა მოკლა. როგორ მოგლა? მე არ მიდოდა მისი მოკლა რა. ერთი საცუდავი კაცი იყო. მაგრამ ბჟალავა მაგრამ ნერვიულო და პანიკაში იყო. ეგოიჭველი დაგობოზებსო. და სანამ რამეს ვიზავდი, დაბრიდა რა. მოდი რა თავიდან მოხევი ყველაფერი. შეიძლება მოწიო. Короче, როგორც შენ თქვი ყველაფერი ისე იყო. მაგრამ ბჟალავა იტყუება, საცავში ერთად ვიყავით. Короче, მოგვადგა, თქვენი აღებულია დააბრუნეთო რა. თან ამოსე გვაგდებდა. წარსულს პატივი უნდა სცეთო. გაჭირების გამო ქორდობა არ შეიძლებაო. შემსახართ და დააბრუნეთო თქვენი დანაშაული გამოასწორეთო. ბჟალავას უთხარი, მოდი მივცეთ და მოვიშოროთ მეთქი რა. მაგრამ იმან არავდო. მაინც იბოზებსო. მოგეთ მანქანაში უკანიჭდა. ეს ალფაიძე გვერდით მიჯდა. უცებ ამან ფართხალი არ დაიწყოდო. მეთქი რა არის? თუ მე უკან არ აღრჩობს ნო. მე უთხარი რა შვები შეჩემო გაგიჟდი მეთქი? მაგრამ მაგარი ჯანიანია რა, სანამ აზე მოვედი, სანამ რამე კაროჩე დაბრიდა რა. რა გაბურგე ყურები შენი დედაცა მოუტყან შენ. აი ხო ტვიდი არის. დიდი ფეხები დაუჭირე. დიმა. დაიჭირე. ხალხო. ზათარი, მიდი დაზადნე ხევში შკარა, მიდი. მოგლეთ ეგრე იყო. თუ გინდათ მაგ დაბოზარს პირზე დავადგები.
მე არ მომიკლავს. ეგ ხო ისედაც ეგრე იქნება, მაგრამ მოდი ახლა ზაკასშიგზეც ვილაპარაკოთ. ვინ ზაკასშიგზე? ვიზე და იმაზე, ვინც ამ ნივთის მოპარვა დაგავალოთ. ეხლა არა თქვა ეგეთ ბჟალოვას ამბავიაო. არა, რატო ზაკასშიგი ჩემზე გამოვიდა. უბრალოდ რამეაო. 100 წელია რა მომკითხავი არ არისო და მაგრა გვაჭამა რა მოკლედ. გვარი სახელი ბინის მისამართი. ვისი იმისი? არა, ბებია ჩემი ქსენიას. რა ვიცი? რა არის ბიჭო? არა, მართლა არ ვიცი. აბა რანაირად უკავშირდებოდით? თვითონ მირეგავდა. მარტო ის ვიცი რომ ილოქვია. მაღალი თხელი ტიპია, მაგარი შუსტრი. რაღაც გრძელი ამერიკული მანქანით დადის რა. მარტო ეგ ვიცი მეტი არაფერი. მაყუთი რამდენი მოგცეთ? თავიდან $20,000 იყო შეპირებული. მაგრამ ბჟალავ 30 ახია მე. რანაირად? რანაირად და სიტუაცია შეიცვალაო. კაცი შემოგვაკვდაო და მეტი გაგუთნისო რა. ოჰ, და იმანაც ამოიღოთ და მოგცათ, არა? ხო რა. მომისმინე, მე ამ ყველაფერს ახლა კომპიუტერზე ავაწყობ. შენ ხელი მოვაწერე, კარგი? კარგი, ოღონდ მან ჩაწერეთ. რომ ჩვენება ჩემი ნებით მოგეცეთ. მოგრე ჩვენი მონაწილეობა მაგ ოპერაციაში ფიქსია რა. ფაქტიურად გამოდის რომ მე მაგ მაიორ კლუკას ტელახრანიტელი ვარ და გივინს პირველი არ გეწყინოს, გივი შოფრად დაიყენა კაც. თავის გეგმებს არ გვაცნობს. რა მოდით ვაძინოჩქო. ხო, მე გესლიანია. აგრესიულიც. ხო და ანა такая главчарка гесмиш азиржимовод. Взять эту как его схему. Куда? გამარჯობა. ხო და. აი ნახე თქვენ ჯოაიღებს მაგზემას დაგაზავს ისე მოზოშკი ასშვილი ვერ მიეღებს ის გულზაათი რაღაცა. გვენ ხო კერა? ჩემ ფეხებს იპოვით. შენ როგორ გონია რომ რუსები მაგას ჩვენ არ განუცემენ? ის გას გულზაათ? არა, მაშინ სქემა ჩვენთვის ცნობილი გახდება. და ეგ მაგათ არ აწყობთ. მაგათ მუდეთ რომ მარტო თვითონ იცოდნენ ყველაფერი. ეხლა მე რას მოიმოქმედებენ, არ ვიცი. მაგრამ რაღაც სტრატეგიულ უპირატესობას რომ ეგ სქემა მაგათ ანიჭებს, ეგ ნახტია. ხო და თუ ჩვენ ჩაგვივარდა ხელში, იციან რომ იმ წუთში ამერიკელებს მიურბენებთ, ამერიკელები ყველაფერს კარგად მოწვავენ, ნავთობსადენის ლაზეიკებს გადაკეტავენ და მორჩა მაგათთვის ყველაფერი. შენ რას გვთავაზობ? ეხლა მე ვიცნობ ამ გიორგის სახელზე კარგად ვიცი. თქვენი დახმარებით გავეცანე იმ დოკუმენტაციას, ვიცი საცხოვრობს, მისამართი, ვინაობა ვიცი, ხო, მამულაშვილი, ოლეგ ვიღაცისზე, პადრივნიკია, იბრძოდა ავღანეთში, ლიბანში, ხო და ძალიან საშიში კაცია. ძალიან. და ცოტა შეკანებულიც არის. წოდება? მაიორი. ხო, მაგრამ ეგეთი მაიორები ყრია იქ. საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე. რაღაცა პენსია მაგათ არ აქვს მაგ საწოდებებს და თავის პრობლემები და მოხმები აღჭურდა. ავიყვანოთ? აუცილებლად. და რაც შეიძლება ჩქარა. დროზე სახლისკენ წამოვიდე. დროზე სახლისკენ წამოვიდა.
ვა, რა თესლი კეპია, თო ჩასდებით. Да, это я. Надо встретиться. Немедленно. Да, в том же кафе. Ну что, Олег Романович Мамулашвили, может, присядьте? У меня дома был обыск. Обыск? Какой обыск? Ты не знаешь, какой? Нет. Что случилось? Я прихожу в консульство, сдаешь заявку на гражданство. Буквально на следующий день приходит ко мне и переворачивает вверх дном всю комнату. Ну, а я-то тут при чем? Вот это я и хочу выяснить. Послушай, может, это просто воры? Они ничего не взяли. А что же они искали тогда? Ты не догадываешься? Схему? Ну, что же еще? И ты думаешь, что это сделала я? Ну, не сама. Послушай, твой паспорт через пару дней будет готов. Дальше вступает в действие наш уговор. Паспорт, обмен на схему. Ну зачем мне это все? Обыск был произведен нагло, грубо. Похоже на подчерк грузинских спецслужб. Вы что думаете, что я буду в тебя дома? Что? Вы? Ты что, считаешь меня агентом грузинских спецслужб? Да у тебя крыша поехала, Олег Романович. Все очень просто. Либо у твоего руководства тайный сговор с грузинской госбезопасностью, либо утечка из посольства, либо... Договори, не стесняйся. Вы узнали мое имя, фамилию, адрес. Да, Гюрза больше не нужен. Зачем ему делать паспорт? И главное, зачем ему платить 50 тысяч? Гюрзу можно убрать. Логично? Логично. Только неверно. Во-первых, ты нам нужен до конца. А во-вторых, откуда мы знаем? Может, ты нам подсунул какую-то липовую бумажку. Так что запустить в действие свою схему должен ты сам. Понятно? Мне одно ясно. Никому нельзя доверять. Господи, да не закладывала я тебя, Гюрза, не закладывала. Ну что мне сделать, чтобы ты мне поверил? Должна передать мне с паспортом оговоренную сумму. Иначе схему вам не видать. Но это нарушение договора. А обыск, по-твоему, был предусмотрен договором? А это не моя проблема. А потом, откуда я знаю? Может, ты блефуешь? Никакого обыска не было? Нет. Я не согласен. Гюрза,
Гюрза, ты понимаешь, что ты влип? Кто-то охотится за твоей схемой. Если этот кто-то этой схемой завладеет, то тебе тогда точно конец. Они этого не дождутся. В чужие руки она не попадет. Даже в случае моей смерти. Ладно. Давай сделаем так. Через пару дней твой паспорт будет готов. И мы вместе с тобой едем в Москву. Там, если твой план оказывается реальным, ты получаешь свои деньги, а также приличную работу и временное жилье. Я тебе это обещаю. Почему я должен тебе доверять? Потому что так тебе подсказывает интуиция. Гюрза, у тебя просто нет другого выхода. Ладно. Когда мне с тобой связаться? Давай дня через 2. Договорились. Эй, береги себя. Kas dājos? Алло, Захарыч, это вы? Да, нам надо увидеться. Да, случилось. Нет, это не телефонный разговор. Нет, лучше завтра с утра, часов 10. Хорошо. Где? В террариуме? Хорошо. Все. ეგ არის მაოს ანუ ყოფილი ეცოდებია. А он предлагает за что? ალეკ, მოხვედი, შემოდი. ეაცი, მარტო. ამას და რეზორას არა ფიქრნარი. Ой, да. ნახე, რა დღეშია? ვიდნო გძე დაუპალ, სუსისხლიანი იყო. Ობასაც ემი. კაი, შეხედე რა საწყალია, როგორ ძინავს. ახართ ეს ქალები რა. ტანჯამე, გაწამებენ, მაინც გეცოდებათ, ხო? რა ვქნათ, ეთყობა ეგ არის ჩვენი ბედი. სულელები ხართ. შენ ცოლს ეთყობდი მაგას? წავიდეს მოგი. ოქტომბერი მაგის სახელი აღარ მახსენებთ. გოკაი, ესე როგორ ჩენ გინდა? წამალი გავუკეთე. არა, აზრი არ ქონდა. ისეთი მთვრალი იყო, ხვალ მაინც არაფერი არ ეხსომებოდა. მოდი რა დავჭდეთ. აბა აიშა. ასე რომ რიცხვში მოგდა. 19. ესე იგი მალე წლის თავია რა. ხო. მე რა. პატარა სუფრას გავაკეთებ. მე ვიქნები შენ, ესა. ჩვენები შინაურები რა. რაზე გაგახსენდა ხა? ასე просто кайგოა. გავუძეთ ეს. არა, არ გინდა რა. завтра обязательно сделаю укол. Просто если აზრი არ აქვს, გესმის? თვითონ უნდა მოინდომოს. გადაეცი რომ 3 თვე წვეთი წვედალიას დაიბრედება, გესმის? მე წვეტყვი, 6 წვეტყვი. არა, 3, 6 ვერ გაკაჩავს, მე ხო ვიცნობ. 3 თვე. Ладно, кай. Как скажешь? გადაეცი რომ ძალიან მჭირდება. უნდა დალიოს. დიდ ფულს ვაშოვნინებ. ძალიან დიდ ფულს. გესმის? რა ფული? რას ამბობ? ხო.
კაი რა, ამან რა ფული უნდა იშოვოს? თავარი ფეხზე იდგეს. არ დალიოს. ფულს იშოვეს. როგორ? ეგ მე ვიცი. ეხლა კარგად მომისმინე. ამ დღეებში მე რომ რამე მომივიდეს. აი ეს წერილი. ერთ ქალს უნდა გადასცე. კაი რა რეებს ლაპარაკობ, რა უნდა მოგივიდეს? ცხოვრებაში რა არ ხდება ჩემო კარგო. კარგად დაიმახსოვრე კობის ქუჩაზე. კერძო სასტუმროა. 43 ნომერი. ლამაზე რუსის ქალი, ელენა ქვია. ელენა პეტროვნა. დაიმახსოვრე? კი და გვარი? კლუკვა ელენა პეტროვნა. დაიმახსოვრე, აუცილებლად უნდა გადასცეს მე. კაი, როგორ ჩენით? კაი, გოგო ხარ. მაგას უთხარი რომ ნახოს. წავედი მე. ვინ არის? ანა, მე ვარ გამიღე რა. აი ჩანთა აიღე და წადი. ნახო ილექსო. არაფრის მოსმენას არ ვაპირებ. ყელში ამომივიდა. აგიხსნი ყველაფერს. არ არის ლექსო საჭირო, ისედაც ყველაფერი გასაგებია. არაფერი გასაგები არ არის. მესმის რომ სულად გექცეონი. მესმის რომ გვიან მოდიოდი, ან საერთოდ არ მოდიოდი სახლში, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის ეს. აბა ვისი ბრალია, ჩემი? ბალდუინის. ეს ბალდუინი ვინოხერია. წამლით ბარიგაა? რა ბარიგა? იერუსალიმის მეფეო. გამცინი? არა, რას დაგცინი, დაგცინი კი არა. მომეშინე წარმოიდგინე ამ ბალდუინის თავის დროს დავით აღმაშენებელისთვის რო არ გაეგზავნა თავისი გვირგვინის ნატეხი. დღეს ვილენ ალფაიძე იქნებოდა სოსხალი. ვილენ ალფაიძე ვინაა? ვინ არის და ხელოვნების მუზეუმის მთავარი მცველი იყო. ონიკვესინ მოკლეს. მაგარი ამბავი მომისმენი. მოკლეს? ხო, მოკლეს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. აბა რას აქვს ლექსო მნიშვნელობა? ვერასოდეს ვერ წარმოვიდგინე. რომ ჩვენ ცხოვრებაზე მე-12 საუკუნეში მომხდარი ამბავი ზეგავლენას მოახდინა. ხედავ ამაზე ვფიქრობ, ხარ? ეხლა შემოდი და ყველაფერი მომიყევი. თარვა მაგრამ იცოდე ლექსო თუ რამეს მატყუებ. აი იმ ჩანთას ავიღებ და ფანჯრიდან ვისწური. აი ბატონო. ესე ორი კვირის წინ ალფაიძემ აღმოაჩინა, რომ მუზეუმის საცავიდან გამქრალი იყო ერთ-ერთი ნივთი. 2 დღის შემდეგ ამ ალფაიძეს ბეთანიაში პოულობენ მკვდარს. ესე გიტარის სიბით გაგუდეს და მე ხრამში გადაარდეს. რა საშინელებაა? ამ საწყალს ძარცულთან დაკავშირებით პოლიციაში არც გამოცხადებია. თვითონ აწარმოებდა გამოძიებას. მე ვფიქრობ, ძარცულებს მიაგნო ისი. და ეს ძვირფასი ნივთია? საქმეს მაგაში რო არ არის ძვირფასი. პატარა მოოქროვილი ვერცხლის ნაჭერია. ზედ გამოსახული გარდამოხსნით. და ამის გარდა იქ იყო უამრავი სიმდიდრე. ბრილიანტით მოპირკეთებული ჭურჭელი, იარაღი და რა ვიცი რა, თავიდან სხვადასხვა მეც მაგიტომ დავფიქრდი და დავაჭდი. ისა მართლა უცნაურია. ამ დროს ალფაიძეს კომპიუტერში აღმოაჩინა მიწელმოწერა ვინმე ჯეიმს ვოლპოლთან, ინგლისელი კოლექციონერია, რომელიც დაინტერესებულია იერუსალიმის მეფის ბალდუინის გვირგვინის ფრაგმენტით. რომელმაც ეთყობა მიაგნო რამოდენიმე მათგანს და ინტერნეტში გამოუფენია. მერე? თურმე ამ ალფაიძეს ეს ფრაგმენტები უნახავს და მიწერა. ერთი ეგეთი ჩვენთან არისო, მაგრამ ბალდუინის კი არა. ბაღვაშ ორბელიანის გვირგვინის ფრაგმენტიაო. და ის რაც შენ ინტერნეტში გამოფინეო, ალბათ საქართველოსდან უნდა იყოს წაღებულიო. ფოტოს გაუგზავნია, წარმოგიდგენიო. და ამის მერე ნივთს იპარავენ და ალფაიძეს კლავენ? ამაში ესაკ. მაგრამ რაც თავარია, ამ ვოლპოლის საწინააღმდეგოდ ერთი პატარა სამხრეთიც არ გაგვაჩნია. ამასობაში მოკლედ ერთი ამბავი გავიგე. 1937 წელს არქეოლოგებმა კავთის ხევთან აღმოაჩინეს სამეფო განცაცავი. რა თქმა უნდა, კგბ-მ ეს ყოფილი დალუქა და გადაწყვიტა, რომ მოსკოვში გადაიტანონ. მოკლედ ეს ამცნეს ივანე ჯავახიშვილს. და ღამით ივანე, იროდიონ სონღულაშვილი და კიდევ ერთი ქალი არ მახსოვს, ჩავიდნენ კავთის ხევში. ნუ რაღაცა დიდი სხვათა მუდარით, მოკლედ ეს საგანძური გაახსნევინეს და დაათვალიერეს. ამ სონღულაშვილს იმ საგანძურიდან ერთი პატარა ნივთი წამოუღია. მოიპარა.
თბილისისკენ წამოვიდნენ, ივანისთვის უჩვენებია. ეს გადაირია. რა გინდა, სულ უნდა დახვიტონო? და ეს ნივთი? ბალდუინის გვირგვინის ფრაგმენტი აღმოჩნდა. ხმამათმა რა ქნა? ხმამაღლა ვერ იტყვია, ხო, დაიჭერა. ცოტა ხანი დაელოდნენ და მუზეუმში გააფორმეს როგორც ბაღვაშ ორბელიანთა გვირგვინის ნაწილი. ეს ყველაფერი ალფაიძემ არ იცოდა და გაება მახეში. და ეგ შენ საიდან გაიცი? ეგ მე თამარ შატმირაში მომითხრა. ყოფილმა მთავარმა მცველმა და იროდიონ სონღულაშვილის მოწაფემ. როგორი ამბავია? მაგარი. და ეს ბალდუინის გვირგვინის ნაწილი საქართველოში საიდან მოხვდა? ეგ ცალკე ამბავია. ჩაის დალე? კი რა. ლიმიტ. ბიჭო, მეჭედი დაუდელ ექს. ალენ უხარ რა, იმენა. გისმენ? გისმენ. ესე იგი 1099 წელს ჯვაროსნებმა იერუსალიმი დაიპყრეს და ტახტზე დასვეს ბალდუინი. ანუ სულ 10 წელია რაც დავით აღმაშენებელი მეგობს. ეს ჯვაროსნები გაუთავებლად ომობენ. მუსლიმანები არ ასვენებენ. იერუსალიმის დაბრუნება უნდა. ბალდუინი ამასობაში მოკავშირეებს ეძებს. და საქართველო კიდე უფრო ძლიერდება. ბალდუინმა ადგა და თავისი გვირგვინი 5 ნაწილად დაყო. და გაუგზავნა თავის მოკავშირეებს, ვიღაცას და დავით აღმაშენებელს. და ეს გვირგვინის გაყოფა რა პონტია? რა ვიცი. შეიძლება იმის თქმა უნდა რომ შენ ტოლ ხელმწიფედ გთვლითო. და დანარჩენი 4 ნაწილი სად არის? საქმეს მაგაშია რომ დღე და ღამე მაგას ვეძებ. ცხან წარსულებს დავზევ. მე ისტორიას ვსწავლობ. ღამით ინტერნეტში ვარ დაკარგული, მაგრამ რა არტას. გაგიჟებული და გადარეული. და გინდა დაგეხმარო? რა წარსულების დაჯერაში? არა, აი იმ დანარჩენი ფრაგმენტების ძიებაში. მაგრათა ვარდი. ხო, რა? შეიძლება დავარდი. ის არის მაგარი ისტორია. კი ბატონო, რა ვიცი, მოძებნე რაღაცები. მიქეკ მოკეკე. მიებნებ რომ. ხო, მაგრამ რამდენიმე კითხვა გამიჩნდა. კითხე. რა კაი გოგოა ბიჭო, მოიწე. პირველი კითხვა ესეთია. გიყვარ ვარ? ძალიან. შემდეგი? ნუ დანარჩენს მაშინ რო დავწოვით, მერე გიკითხავ. სიამოვნებით. ავარუსული ლაპარაკი. დედ. Алло, Ромашка, я шиповник. Уху, чуть руку не оторвали. Это часть моего имиджа. Да? А вы, я вижу, цветами увлекаетесь, да? Да нет. Я предпочитаю хорошее грузинское вино, такое доброе, крестьянское. Ну, в хорошей компании. Оно видно. Послушайте, Захарыч, что вы вытворяете, а? Вы что, решили провалить всю операцию? Не понял. Кто вам дал право устраивать обыск в доме Гюрзы? Да никакого обыска я не устраивал. Что, мне делать нечего? А кто же тогда перевернул его квартиру вверх дном? Я не знаю. Русские вывели вас на чокнутого террориста, и вы решили действовать в одиночку, да? Задумали обскакать ФСБ и выслушаться перед американцами. Только действовали вы глупо и необдуманно. Гюрза хоть и с приветом, но достаточно хитер. Его на кривой козе не объедешь. Нет, это не мы. Захарыч, вы уверены, что это не ваши спецслужбы? Абсолютно. А полиция?
Помните, тогда с вами был друг, капитан из Угрозовска? Да. Ну, он был в качестве моего друга. Друзья тоже могут проговориться на работе. Нет. Я друзей выбираю по принципу надежности. Понимаете? А вы как? А у меня их нет. То есть как нет? Вообще друзей нет? Угу. Вообще. Я их ликвидировала. Что? Ликвидировали? То есть как? Захарыч, не волнуйтесь вы так. Все они живы и здоровы. Просто однажды я застала своего мужа в постели со своей лучшей подругой. Ух ты, Господи. Ну и что? Мне тогда было 27 лет. Я не устраивала ни скандалов, ни истерик. Просто все они один за другим исчезли из моей жизни. Вот так, Захарыч. Ну, все ясно. Ой. Извините. Алло? Сашок. Сашок, это ты? Привет, мой золотой. Ну как ты там без меня? Я тоже по тебе очень соскучилась. Ты бабушку слушаешься? Не балуешься? Ну, молодец. Нет, я скоро приеду. Да. Нет, грузины меня не обижают. Ну ладно, пока. Я тебя очень люблю. Это ваш сын? Да, ему 12 лет. Вы ему тоже внушаете, что дружбы нет? Что любовь – это выдумка дураков? Что все люди на земле сволочи? Нет. Просто я его учу быть внимательным и уметь за себя постоять. Вот и все. Ладно, ближе к делу, Захарыч. Если за Гюрзой следят, то дело очень плохо. Как вы думаете, кто бы это мог быть? Американцы? Теоретически, да. Но практически я не понимаю, как агенты ФБР, не зная ни адреса, ни фамилии человека, рыщут по всему городу и залезают прямо к нему домой. Ну как это возможно? Вы сама верите в это? Я не верю грузинским властям. Они способны на все. Любая власть способна на все, пока у них нет информации. Да, зато есть ярко выраженное параноидальное стремление в НАТО. Вот оно что. Слушайте, а почему это вас так бесит? А потому что мне не все равно, за сколько их крылатая ракета долетит до нашей столицы. За 7 минут или за 10. Понятно? Это вы нас вынудили искать защиты. Вы бомбили наши села, города, подстрекали сепаратистов, вооружали банды убийц, натравляли на нас. А теперь удивляетесь? Какая непосредственность. Ух ты! Катрагать. Что? Нет, по-грузински что-то вырвалось. Лично на вас я зла не держу. Вы смелая женщина, способная, красивая, но хорошая мать. Ну и хитрец же вы, Захарыч. Да с такими способностями вам в МИДе работать надо, а не в госбезопасности. Да, вот я все думаю, как мне переселиться в этот самый МИД к этим гибонам. Ладно, но проблема остается проблемой. Лена, милая, я думаю, что произошла утечка. Но не на уровне ФСБ, а на уровне посольства. Вы знакомы с послом? С Цыбиным? Да. Да, конечно. Не, ну он профессионал старой закалки и очень хороший дипломат. Не. А кто еще знает о схеме? Миша Коцеву, начальник консульского отдела. Все, больше никто. Так, хорошо. Из этих двоих, кто бы мог работать на американцев? Кто бы мог работать на американцев? Ну не смешите меня. А на Иран или Аль-Каиду? Ну вы в своем уме? Я спрашиваю, да или нет? Да нет, конечно. Ну и все. Что все? Все, ГРУ. ГРУ? Да, но дело о схеме подрыва расследуем мы. Согласитесь, знать слабое звено в нефтепроводе – это в их интересах.
Об этом должны знать только они, но никто другой. Они вам конкуренты. Если предположить, что Цыпин и Коцебу являются тайными агентами ГРУ, я говорю, ну если, тогда все сходится. Нет. У каждого посольства в каждой стране есть свой представитель. Есть атташе, заместители, и об этом все знают. В том-то и дело. В том-то и дело, что раз они все знают, должны иметь тайных агентов. Ну, Захарыч, вы мне прописные истины доказываете. Ну, Гюрзе нужна помощь. Ну, что вы предлагаете? Выставить ваш спецназ против вашего же ГРУ? Нет, я этого не сказал. Нет, это что получается? Офицер ФСБ с помощью, как его, грузинскими этими спецназами против родного ГРУ? Американцы обхохочутся. Смешно. Вообще-то, если бы не Цыбин, рванул бы Гюрза эту трубу. У него с грузинскими спецслужбами свои личные счеты. Да? Что за счеты? Не знаю, не докладывал. Кстати, через 2 дня его паспорт будет готов. Постарайтесь, чтобы никто не узнал о встрече с Гюрзой. Понимаете, это очень важно. Послушайте, Захарыч, а что если они будут знать не то место и не то время встречи? А? Ну? Мы же тогда поймем, откуда идет утечка. Ну да. Только мне нужна будет ваша помощь. С удовольствием, пожалуйста. Ну, договорились тогда? Договорились, но будет лучше, если вы обойдетесь без нас. Ну, я так думаю. Понимаете? Ладно. Ну, до встречи, Захарыч. До свидания. Маньяк. Сюда дальше, очень не будет. ეს თუთია სახლიდან გამოვიდა.
გაიჩი. შენია? არა, მგონი კაცმა დატოვა. ლეში რა თქმა უნდა. ბიჯო. ნუ ხელა ყალია. ექსათამაშო სად გააძებო ბიჭო. ექსათამაშო მინდა. ყველა ბაბასი. ეს კუდი ვინ მოგცა? ეი მკაცმა აქ რო იყო ეხლა. ვინ ახარ? საიდან მოსულხარ? მითხარი, შენ მოგა საიდან იცნობ? ვიცნობ, არა, ფეხები. ყველის ყიდვა მინდაო. რამდენად მამცემო მკითხა. რა ყველი, ტორის ყველი? მეც ეგ არ ვთხარი, აბა. რა ყველი? ვერ ახედავ საქონელი გამშალამეთი. მერე ქუდი მამცა და წავიდა. აჰა, ბიძაჩემო, დაიხურე, ცივაო. ეგ იყო და ეგა. ბიძაჩემო, საით წავიდა? მე მგონი იქეთ. იცოდი არ მომატყოთ, დაგბრიდავით. დაამბრიდავ არა. არა. ეხა შენი თავი არა მოქვს, ესე იგი იქი წავიდა, ხო? ხო, ეგრე იყო, მეტი რა გითხრეთ. აი, დავაი, წავედი. დაამბრიდავ არა, წავედი, იქით დედაც. და იქ დედაც. პროცესი კუდი, რამდენი ტიპია. რამდენი მას? ლექსო. ბატონო.
აუ მოდი რა, ნახე რა მაგარი რამეები ვიპოვე. აჩვენება რეები გამოჩხრიკე მან. ჟოზეფ მიშო, ჯვაროსნული ომების ისტორია. აი ჯვაროსნები შენ რო გადაგრებენ ისი ხო? არა, ნახე, აი აქ რა წერია. როდესაც ღვთის შეწევნით ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს, თავადები შეიკრიბნენ და მეფედ გოტფრიდი აირჩიეს. გოტფრიდმა თავმდაბლობის ნიშნად სამეფო ტიტულზე უარი განაცხადა და უფლის საფლავის მცველის წოდებას დასჯერდა. საგანგებოდ მისთვის გამოჭედილი გვირგვინი კი იერუსალიმის ხაზინას გადაეცა. შეხედე ძალიან თავმდაბალი ტიპი ყოფილა ეს. გოტფრიდმა 10 წელი იმეფა. აი მაგის შემცვლელს კი ნამდვილად აკლდა თავმდაბლობა. მაგის შემცვლელი ვინ იყო? ბალდუინი? ხო, უმცროსი ძმა. და ამ შენმა ბალდუინმა, როგორც კი იერუსალიმის ტახტზე ავიდა, იმ წამსვე საგანძურიდან ეს გვირგვინი გამოატანინა და თავზე დაიდგა. მე. ნუ მერე როგორც კი ეს გააკეთა, ტანკრედი და ბოემუნდი განუდგნენ. ამორასიზობი. თან ეს ჯვაროსნებისთვის დამღუპველი იყო. იმიტომ რომ მაგ დროს მთელი მუსულმანური სამყარო გაერთიანდა ქრისტიანების მოსაშორებლად. მაგ დროს კი არა, მთლიანად ისტორიაში სულ ესე იყო. მუსლიმანები ებრძოდნენ ქრისტიანებს და პირიქით ქრისტიანები მუსლიმანებს. და სხვადასხვა ეს შენი ბალდუინი დეგენერატი იყო. არა, ეგრეც არ არის საქმე. ბოლოს ამ ბალდუინსას ეყო ჭკუა და გვირგვინზე უარი განაცხადა. და უფრო მეტიც, ეს გვირგვინი თვითონვე დაანაწევრა. ხო, 5 ნაწილად გაყო. აი ხა ეს ნახე. მოც ეს ჯეიმს ვოლპოლის კატალოგი არ არის, და ვიცი ეს. და იცი აქ რა არის? ესე იგი, საიდან უნდა ვიცოდე, მინიმუმ 5000 რაღაცა შეტანილი. ჯვარცმა, შობა და ფერიცვალება. გამოდის, რომ ვოლპოლს გვირგვინის მთლიანად ასაწყობად 2 ფრაგმენტი აკლია. ნათლის ღება და გარდამოხსნა. გარდამოხსნა. შენ ისე გენიოსი ხარ. იცი? რატო? რატო? ჩვენთან რო დაიკარგა. აი იმ გვირგვინის ფრაგმენტზე სწორედ გარდამოხსნა იყო გამოხატული. ნახდათ? ხო, თამაშ ატყნაში მომიცრაგას. ესე იგი, გამოდის, რომ ბალდუინმა გვირგვინის მეხუთე ნაწილი საქართველოში გამოაგზავნა. ანუ ქრისტეს საფლავის მეხუთე მცვლელად დავით აღმაშენებელს თვლიდა. ეგრე გამოდის. ეხა მივხვდი რატომ მონაწილეობდნენ ჯვაროსნები დიდგორის ომში. ესე იგი, ვოლპოლს ნათლის ღება და გარდამოხსნა სჭირდება, რომ ერთი მთლიანი გვირგვინი ჰქონდეს, ხო? ეს რას ნიშნავს ხვდები? რას? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება ძალიან სერიოზული სამხილი გქონდეს მაგის წინააღმდეგ. და დარწმუნებული ვარ, რომ ეგ არის დამკვეთი. ნუ ეგჯერ კაცმა არ იცის. მაგ ჩათლახს დავითის და რაიმონდის ფრაგმენტების დათრება უნდა. თან დარწმუნებული ვარ, ვიღაცა დაიქირავა. და მე იცი შენ ვინ არის ეგ ვიღაც? გემონიკი. ერთი ილო არის, იცი? რომელსაც ეგ დაცვის ხალხი მოისყიდა და ეს ნივთი მოაპარინა. ეს ვოლპოლი ამ ალფაეძის სისულელის გამო იგებს, რომ ეს ნივთი საქართველოში ინახება. ეხლა რანაირად არ ვიცი, მაგრამ ეს ვოლპოლი უკავშირდება ილოს, რომელიც საქმეს იჭერს ორ პოლიციელთან, გიორგაძესთან და ბჟალავასთან, თუ რა ვწდები. და ეს პოლიციელები მოიპარავენ ამ ნივთს მუზეუმიდან. კი, მაგრამ ამ დებილმა გიორგაძემ და ბჟალავამ საიდან იცოდნენ რომელი ნივთი უნდა მოეპარათ? ერთ-ერთი ჩვენებით ილოს დაურეგია და საინვენტარიზაციო ნომერი ჩააძელინა. და ეს ილო თუ ვიღაც შავი ტიპია. ეს საინვენტარიზაციო ნომერი საიდან იცოდა? თუ ალფაიძემ უთხრა? არა, კაცო, გამორიცხულია შანსი არა. მართალია ეს საიდან იცოდა? აი ესე რაღაცა მართალი ხარ ხო ჩვენ? ამაზე არც მიფიქრია და. ილოს საიდან უნდა გაეგო? საინვენტარიზაციო ნომერი არა? ესე იგი გართულდა საქმე. ხვალ მომიწევს ერთი სიმპათიური ქალის ნახვა რა. სიმპათიური ქალი? და ვისი? თამარ შაბერაშვილის. სადა ხარ თამდე ხანს და გავიყინა ბოზიშვილი ვიყო. არ მობრუნებულა? არა. ნახდათ? ნახდათ.
რუგზაკ მოკიდებულმა რო ჩაიარა იმის მერე აღარც მინახავს. ფეხი ხوار მოგეწვია? არა, ფეხიც არ მომიცვლია, სულ მის სახლს უთვალთვალებდი. წავალ რამეთი აღარ შემიძლია. კარგი წაიდე. $100. მე 25 არ გითხრა. წინა დღეებისაც არ მოგიციეთ. არ მომიცი. არ მიგიცია ფული, ხო გამოგატა? ვერ მოვასწარი. გამერ მოვასწარი. ფული მოჯო, ბიჭო, გოგო გავისტო. რაც ეს თარსი საქმე ავიდოთ, რული ხელიდან არ გამიგია. წადი მოდი, ამომივარდა რა თავიდან. აქ თავს მოგაგლიჯო, ამოიღე. წადი და დაისვა. ხოლრას ვაკეთებთ. წადი და დაგირიგოთ. კარგია, წავედი კარგად. ვერ დავამოყავე, მართალობაში სწორად ხო აქედან ფეხარ მომდა. რა ხდება? თქვენ ვინახართ თო? ხო გეუბნები, ამომივარდა რა თავიდან. ტონა ფული მაქვს დახარჯული. გაჭმევ შეჩემისა შენა. კიდე მაყუც მიღუნა? ებს მეუბნები, მე შენ მაყუც მოგიტეხავილო? კაი, მაგაზე მე ვილაპარაკოთ. ეხლა მომისმინე, გიურზა სახში არ არის. ახვალთ, შეხვალთ, რომოვა, შუბზე იარაღი, პირზე პლასტირი, ხელებს შეუკრავთ და მე დამირეკავთ. გაიგე? ილუშ, რო არ მოვიდეს? მოვა საწავა. ბაითი მაგას არა აქვს ზაპასნოი და მაყუთი. ისე რა ტექნიკურად მოგვიწყდა ეგ ნაბოზვარი, ჰა? კიდე რო დაგვეთესოს, დიდ მაყუთს კარგავთ იცოდე. შედით და ჩუმად იყავით იქა. ხო ხედავ როგორი გოთფერანია. გადადით ეხა გიყურებთ. ტელეფონები გამორდეთ იცოდე. Хорошо. გათენდა უკვე. არ გეძინება? თქვენ თუ გეძინებათ მეზეო? არა, ჩვენ მიჯილი გვაქვს აქ ყოფნა. 2 კაპიკისთვის ღამე ძილი აღარ ვიცი კაცმა. მოდი ჩემო ოლეგ, ჩვენი ბავშვები იყოს კარგად. შენ ხო ყავს შვილი რა? კი, გოგო. ლენინგრადში. ჰა, მალადეც. სწავლობს. ენატრება ალბათ რა? კი. უბრალოდ რომ დამტოვე სუკაპიკოს უმუშევარი. ბებიამისთან გავუშვი. მე დედამისიც ლენინგრადში წავედი. შულს მარტო ვერ დავტოვებ. მოდი დავლიოთ. მოდი შენს გოგოს გამომარჯოს. ჩემებიც კარგად იყვნენ. მაგათ ენახოთ უკეთესი ცხოვრება. ამინ. გამორთავ ამ ნატურას. თორე იწვის რა. უარ გატო. საღოლთ მაო. ნიგი შენი ულიგა. უარ გატო. გრავთ და მე და ვარდა რა წერს კაპრიდა იმენა. ეგ ზახარი, გამარჯობა ბატონგი. რა ხდება? ო რა ვიცი. ეთყობა გრანატა გაუსკდა. წესქები სულ დაფლეთილია ეს უბედური. როგორ შეუფეთქოთ? ვაფშე გრანატა რა თუნდობა დგაც? არ ვიცი ზახარი, ჩაქიმდენი სისხლი და ტრუპია რომ გაგიჟებული ვარ უკვე რა. ეთყობა ბინაში შედიოდნენ. და მაშინ იფეთქა რა, ის კარები სულ მოგლეჯილია. საათ მამულაშვილთან? ხო?
თქვენ საიდან? ტუმბოჩკიდან. მანახეთ. გადახარ. ეცნობა? აზე რა მიგე. სხვა ტრუბები წაიღეს? არა, ერთი იქით ალექს ვაკეთებს მოკვლევას. მობძანდით რა. ექს ერთი ვნახავთ რა. კი ბატონო. ეგ არის? კეურზა რა. ვინა? ოლეგ მამულაშვილი. თუ შენი ჩავიჭვით რა. რა ხდება რა და? არა, ნუ გაფუჭდა საქმე და ეგ არის. ანუ? ეგ რაშია საქმე ერთ ტერორისტულ ვარიანტში. ფიგურანტად გადიოდა, გაიგე? ხოდა. ნუ მე გეტყვი რა. არა, ეხლა უნდა მეთქვა. აი მაგას ხო ხედავ? მერე? მუზეუმის ძარცვაში და სეიფის ცველის მკვლობის საქმეში გადის. ხო მითხარი, იერაღი ფიგურირებს, ის მოწმეები არიან? მოწმეები? აი ეს არის მაღაზიის გამყიდველი. ამის ჩვენებით ეს ოლეგ მამულაშვილი 3 საათზე მოსულა ღამე. 7:30-მდე ამასთან მაღაზიაში ყოფილა. ამდენ ხარ მაღაზიაში რა საკეთებ? ცოტა სვავდნენ, საუბრობდნენ. მე? შინა დადიოდა ხოლმე? საწოდები თქვენთან. არა, მოდიოდა, იდუმობდა და მიდიოდა. გუშინ საღამოთი მოვიდა. მითხრა რომ ესონიც ამჭირსო, ცოტა დავლიოთო, იქნებ დამეძინოსო. ამასობაში დაგვათენდა კიდეც და აი ეს ამბავიც მოხდა. კი მაგრამ რა მოხდა ერთი გამიგე? რა მოხდა და რომ დაიბუდგა. აი მეგონად სად ჩამოვარდა. გარეთ გამოვარდით. ამ საწოდავის სახლიდან კვამლი ამოდიოდა. ოლეგის სახლისკენ წამოვიდა. ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა, მე ეს მანქანაც გამოვარდა. ოლეგი გაიქცა, ესენიც გამოეკიდნენ. მე ამათმა პისტოლეტიდან ესროლენ. კი მაგრამ მე ვერ გავიგე, ესროლენ რომ ამბობთ მანქანაში იჯდა კიდე სხვა ვინმე, ცხოვრის გარდა? კი ბატონო, იჯდა. იმან ესროლა მანქანიდან ოლეგს. ოჩერედის ხმა გავიგონე. მე გამოვარდა ეს მანქანა და ამ კედელს შეასკდა. მე ერთი ხმა იყო კიდევ პისტოლეტის გასროლის. რომ მივირბინე, ოლეგი მკვდარი დამხდა. მე ეს ჩათლახი გარბოდა კიდე აი ესე ქვემოთ თვალი მოკარი. ლექსო, ეგ არის მუშაო, ბატონო. ეგ ილოა თუ ვიღაც ჩემი ფეხებია, ყურით თუ არ მოვათრეთ, დაგვაწერენებენ განცხადებას და მორჩადა. ილო ქვია? ბიჭო, კი მაგრამ ეს ილო ხო ხედავ ორივე საქმეში გადის. ხო და მოგვიწევს ერთად მუშაობა. აბა ვქნათ. არავით არის ბათხა ბუთხი. გაიგე? აბა რა ვქნა ზახარი. დაველოდო ახლა კიდე ვიღაცას რო დაბრიდავს. თქვენ რა ისევ მეგამაძრობენ ტყავს. მომისმინე ჩემო გარგო. რაც აქ მოხდა პოლიტიკურ მკვლელობაა. ეს თქვენი ფიგურანტი ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ამბავშია გახმოვული. ზახარიჩი მართალს ამბობს. დღეიდან ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ბიჭო, ლექსო, შენი დახმარება დაგჭირდება. უნდა დავადგინოთ რა მაგ ილოს ვინაობა. და რამე გეგმა გაქვს? მაგრამ ეხა ერთ ქალს უნდა შევხვდე. იმედი მაქვს ამას გავარგო. დღის ბოლოს განყოფილებაში შევიკრიბოთ. ლადოსა ჯობია კაბინეტში. კივი ალექსანდროვიჩი. ჩვენ მოგვიწევს ერთხელ თან დალაპარაკება. ვისთან? იმ ავჩარკასთან? დამანებეთ უცბახართა სადამაკ მაგის ნერვი. თუ ძალიან გინდა მარტო დაილაპარაკე. კაი ბატონო. კაი. გამარჯობათ. შეიძლება? უკაცრავ თქვენ ვინნებავთ? როგორ ძადებით ქალბატონ თამარ? ვერ მიცანით ხო? მე ალფაეძის მკვლელობას რომ ვიცი, გამოძიებელი. უი, რას მეუბნებით, როგორ ვერ გიცანი შვილო? უკაცრავად სახელი დამავიწყდა თქვენი. კაპიტანი ლექსო ნიჟარაძე. ლექსო, როგორ ვერ გიცანი? დაჯექი შვილო, დაჯექი მე შენ ახლა ჩაის და არაჩვეულებრივ ნამცხვარს მოგიტან. უშეწუხდები ვეიმე, რა შეწუხება? ამ დილით ნინუცაც გოგო მომიტანა. ამ წუთას შემოვალ შვილო. ისე
ამხნის ხალი ვარ და ჯერ ნამცხვარი არ გამომიწვია, ხო უცნაურია. არა, რატო? მართალი. სადაგონულა ადამიანი თავისთავად ნამცხვარს უწყობს. თუ გინდა სიგარეტი მოწიე. არ ვაწევი. არ ეწევი? რა უჭირს მე? რაღაცნაირად ხმოთ გესმით ჩემ მეზობელი Minecraft-ს თამაშობს, ოღონდ თავის სახლით და ოდიში. მწვარია გიყვარს ძველი სურათების დათვალიერება? დიახ. სურათების თვალიერება შეიძლება ითქვას ჩემი პროფესია. სამწუხაროდ ესენი კვლელობის შესახებ ვერაფერს ვეღარ გეტყვია. აბა გადაიღე ნახე რა გემრიელი ნამცხვარია. ამ დილით ნინუცას გოგო მომიტან ეს გონი უკვე გითხარი. ერთი შენ გაზდას აი ეს ფოტო მომიტანე შვილო. ეს? ო. მოდი. აი ნახე შვილო. ეს ივანე ჯავახიშვილი. ეს კორნელი კეკელიძე. ახლა არ გაგიკვირდეს და ეს მე ვარ. ოჰა, ძალიან ლამაზი ყოფილხართ. ნუ მე პირპერები. არა, მართლა. დაიქიცე. დედას ვისაუბრ. შვილო. რამდენი დრო გავიდა. სხვათა შორის აი ვისაც აქ ხედა. ჩემს გარდა არც ერთი აღარ არის ცოცხალი. ღმერთმა ასე ინება. არა. კიდე ერთი კაცია ცოცხალი. და შენ იმას კარგად იცნობ. მე? იცნობ. აი ამას თუ იცნობ. აი შეხედი. ვანო წულეისკირი. მუზეუმის დირექტორის მოადგილე. ვიცი, მუსიკას როგორ არ ვიცი. თქვენ ვარ გეთქვათ, ვენასეც ვერ მიხდები. რას იცნობდი? ვინმე ჩაი რო გაგიცივდა შვილო. აი გარაუშეს. სევი მიყავს. ნაცხვარი მიატანა. ჩემა ნინუცას გოგო მომიტანა ამ დილით, რამდენჯერ გითხარი. მაგრამ რა არიცი, ისეთი კეთილშობილი ქალია, რომ ახლო ნათესავი მგონია. ისე ნამდვილი ჩემი ნათესავი ერთადერთი ძმისშვილი ბელგიაში გათხოვდა და იქ ცხოვრობს. შენ წარმოიდგინე ხანდახან ფულსაც მიგზავნის. ის კი არა მირეკავს კიდეც. შენ ის მითხარი. შენ ჩემთან ტყუილად არ მოხვიდოდი. რა ქენი, რა გარდვია? ალფაიდის მკვლელობას გულისხმობთ? რა თქმა უნდა. რაღაცეები, მაგრამ გარკვეულმა ჯერ შორია. როგორც ტელევიზორში იტყვიან ხოლმე. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. ასეა ხო? დიახ, ეგრეა. მერით შემიძლია დაგეხმარო. ქალბატონ თამარ, თქვენ უწინ ამბობდით, რომ ბალდუინის გვირგვინის ფრაგმენტის შესახებ სამმა იცოდით. დიახ. ჩეკას თვალის ასახვევად. ექსპონატი ბაღვაშ ორბელიანთა გვირგვინის ფრაგმენტად გაასაღეთ. შემდეგ აღრიცხვის ჟურნალში ასევე მიუთითეთ და საცავში დააბინავეთ, ხო ასეა? კი, ეგრე იყო. ექსპონატს სააღრიცხო ნომერიც თქვენვე შეურჩიეთ.
ექსპონატი პირადად იორამა დანომრა. ის ფონდის მცველად მუშაობდა და ეს მისი პირდაპირ მოვალეობა იყო. რა შეასაკ? თქვენს გარდა კიდევ ვის შეიძლებოდა ეს ნომერი ცოდნობა? ალფაიძეს. იმიტომ რომ აღრიცხვის ჟურნალი იმის სეიფში ინახებოდა. კიდევ? კიდევ მუზეუმის დირექციას. კარგით. ამ ბოლო დროს თქვენთვის ვინმე გარეშეფილს ხომ არ მოუმართავს და ამ ექსპონატის ნომერი ხომ არ უკითხავს? არა. დარწმუნებული ხართ? ხმაწვილო. ბებერი კი ვარ, მაგრამ ჯერ ისე არ გამოვჩერჩედებულა, რომ ასეთ რამები მავიწყდებოდეს. როგორ გეკადრებათ, მე გარს მიფიქრია. ვიცი. იქნება უფრო გასაგებად ამიხსნა რა შეასაქმე. როგორც საქმიდან ირკვევა, ბალდუინის გვირგვინის ფრაგმენტის სარეგისტრაციო ნომერი ძარცველებს შემკვეთმაში ატყობინა. მე მინდა გავიგო, საიდან გაიგო მან თვითონ, ანუ შემკვეთმა ეს სარეგისტრაციო ნომერი. გასაგებია. გისმენთ? არა, ჯერ ვიფიქრე რომ არა, ასე ძნელია ვინმეს ხელი დაატა. თქვენ მე მითხარით და მე ერთად ვიმიჯელოთ. არა. მეშინია ჩემი ნაჩქარევი დასკვნით ვინმეს ტყილად არ ვაგნო. მოდი მე ერთ რაღაცას გავარკვევ და მერე ვილაპარაკოთ. კარგი? კარგით. მაშინ მე ახლა წავალ. თქვენ რო გაარკვევთ, აუცილებლად დამირეკავთ. და ხო, ჩაისთვის ძალიან დიდი მადლობა. მოიცაშვილო გაგაცილებ. არა, არ არის საჭირო. ერთი რაღაც უნდა გკითხოთ. თქვენ კარებს არასოდეს არ გეტავთ? რა საჭიროა? არც ღამით? თუ გეშინია, არავის შემომივარტება. კარგით, ნახვამდის. კარგად იყავი შვილო. აღარ არის. აიშა, ბლად. რა გაყავირებ, შენ რას თუ გააფარინე? სადახარ უყვირი ვარ, სად, გარეთ ვიყავი, სარეცხოს ფენდი. აბა შენ ტურტლიან ტანსაცმეს გარეცხო არ უნდა? დაჯიქი. გამანები რა. დაჯიქი. მე მგონა სულ წახვედი. სად წავალ, სად? აქამდე წავიდოდი. აი ესე სულ ფიქრობ რა მარჩერებს შენთან რა. არ გინდა რა ეგრიჟა ბაზარი. მოდი ჩემთან. მოდი. ოჯახში გვაქვს რამე დასალევი? გააძრე, თორე დავიბრიდები. ეგ მადარდე ეხლა რა. მოკვდები. ხო და დაგასაფლავებ კუკიაზე 100-ას გვერდით. ეხლა ჩემი სიკვდილი გინდა? იცი რა ძიმა? მორჩი რა. მორჩი. Сегодняшнего дня надо завязать. ხო, მართლა завязать? დიახ. ალე გაიყო აქ გუშინ და იმანაც ეგრე თქვა. და საერთოდ მოდი რა პერივასკას გაგიკეთებ, რას გავხარ რა. პივას მომიტან, კარგი რა. ესეც ჩემი პივა. რა უნდა და იმ შენ? ალეგას? შენზე ვლაპარაკობდით. მერე რა? რავდაწიბინა და ზავიზა დიმიტრი. მაგას ძალიან სერიოზული საქმე აქვს შენთან. მე 1000 ჟელა მაქვს ნათქვამი. მე მაგ კაცთან საქმე არა მაქვს. ამბობს დიდ ფულს ვაშოვნინებო. მაგისი არც ფული მინდა და ვაფშე გამეშვას, გაიგე? ადრეკ მაგრად ეძმა კაცებოდი, ეხლა რა დაგემართა? Беспощадный он человек, беспощадный, понимаешь? მერე შერა, თავარია ფული გაშოვნინოს, ხო ხედავ 100 წლის თავი მოდის, რაღაცა სუფრა ხო უნდა გავაკეთოთ, თან ეს რემონტი გვაქვს დასამთავრებელი. შენ არ იცი მაგას რეები აქვს გაკეთებული. რეები? მე ხო იქ გავიცანე ავღანისტანში, სემზიატამ, მოკლედ. კაი რა ავღანისტანი რა, კაცი გპირდება, დიდ ფულს ვაშოვნინებ. მოკლედ მაგას ერთის მაგაცი ყავდა რა. ვიჭა სერგეევი და ერთხელ რაზვედკაზე გაუშვეს. კაი რა.
რა ზღაპრებს მიყვები რა. მომისმინეთ. მაშინ გორნი ბადახშანს გულბედინ კიხმატიარის ბასმაჩები აკონტროლებდნენ. ხო, საშინელი ბანდა იყო. მიდიან ეს ვიწა სერგეევი და კიდევ 4 ჩვენიანი. ზამთარი იყო. რა გინდა? თავი უნდა შეგიხვიო. ნელა ხო? ხო. მოიცი. მოკლედ რა. ეს სერგეევი წყალში ჩავარდა და ავტომატი დაუსველდა. походу ეს ნელა კიხმატიარის ბასმაჩებიც გაიჩითნენ და ატყდა მაგარი ჭახაჭუხი თურმე. შენ წეთელი არ უნდა ყოფილიყო. ეს ჩვენებიც ჩაწვნენ და იქ რაღაც ლოდები იყო თუ რაღაც. და ქვების უკნიდან დაიწყეს სროლა. ვიწა ვერ ისროდა. ესმის? იმიტომ რომ ავტომატი წყალში ჩაუვარდა და გაეყინა. походу ტყვიაც გაარტყეს საწყალს და დაჭრეს. А наши молодцы оставили и удрали. Ахрები. ასე ხარ ჩვენთან მოვიდნენ და თქვეს რომ ბიჭი ტყვეც წაიყვანეს. А при чем тут Олег? მომისმინე რა. რაღაც ერთი კვირა გავიდა მე მგონი. შეიძლება მეტი რა არ მახსოვს. და ერთი ვერტალეთში კი იყო და თქვა რომ ამა და ამ ადგილას ტიტველი ტრუპი ვნახეო. ასე ხარ ალეგამ ეგრევე მოწვერო? ვიწა ხო არ არისო და ეგრევე დავგაზეთ ვერტალოტით იმ ადგილას. აუ აიშა ისი რა ვნახეთ, ვერ დაიჯერე. საწყალი ვიწა ტიტველი, ყურები მოჭრილი, ცხვირი მოჭრილი, ნაწამები და მერე დაბრედილი. ასე ხარ ეგრევე წამოვიყვანეთ საწყალი ცინკის კუბოში და ფსკოვში საწყალი მოიცა ის სიგარეტი გააცრე რა არ მაქვს როდისა გაგა მეგონა რო ასენცი უნდა მოიცა ნელა Oh, kann ich das so მოკლედ 2 თვის მერე გულხანაც ლაგერში ვართ რა და 3 ბასმაჩი მოვიყვანეს მერე გავჩხრიკეთ და ერთ-ერთს ჯიბეში საწყალი სერგეევის ბლოკნოტი უპოვეთ. შინით აზე ხარ თურმე ლექსებს წერდა. ალეგამ კაპიტანი ორობივი იყო, ხო? უთხრა რომ ამათი თავი მაჩუკე მაინც უნდა დაახრიტო, ხო? მას გაეცინა რადგინდაო. შენ მაჩუკე და მე გაჩვენებ რა თქმა. მე იმ ლოჯიკს რაც ით დაუკავშირდა. და კითხა ის ადგილი გახსოვს, სადაც ვიწა ვიპოვეთ. იმან ახსოვს აბარა როგორ დაკერა ამალეგამ არ ვიცი ნახევარ საათში გაიჩიტა ჯიგარი თავისი ვერტფრენით ალეგამ ეს 3 ბასმაჩი ეგრევე შეაგდო და ჩვენ 6-ნი ჩავსხედით ვერტფრენში და იმ ადგილზე დავგაზეთ იცი რა ქნა 300 მეტრის სიმაღლიდან ვერტფრენის კარი გახსნა და დაიწყო მათი გადაყრა. ერთი მაგარი გიჟი გამოდგა. აზე ხარ ეგრევე თავისი წავიდა. ორი კიდე ფარჩაკი. ესე ჭრილებით დაეკიდნენ. ვერტალიც ეს კიდე ყრიდა მედი. აბა ესე ჩენი ალეგა. ძალიან აპასკიდაცია. აი ეხლა ეს ყველაფერი რატომ მომიხევი? არ გინდა რომ სმას თავი დაანებოდა, ცოტა ტრაკი გაანძრიო? წადი ეხლა და 2 ბოთლი პივა ამომიტანი.
ჯერ ნემსი უნდა გაგიკეთო. ვა. ეგ რა ნემსია? ინფექცია რომ არ შეგეჭრას. მე? გადაბრუნდი. ესლიკაცია. სულეგი ხო? არა, თავარი ეხლა იწყება. რა იწყება? იცი რა ნემსი გაგიკეთე? ანტიბიოტიკ შტოლი და? აი ამის შემდეგ. ხო. ერთ წვეთსაც თუ დალევ, ხო. აი ეგრევე დაიბრიდებ, გაიგე? Гагижди шечев. В течение 3 месяца выпьешь, умрешь. Ау, расм? Гавгижди. Შენ ვის არ გააგიჟებ? ეს რა ნემსი გამიგეთ? კაი ხა რა, ხვაწით, გიჩევნია ადგე, წვერი გაიპარსო და ალეგასთან წახვიდე. მე მებაზრება, წვერი უნდა გამოვიდე. გაუყლევა თავი ხო? დავიღო. ოხ შენი გიჟი დედავატირე მე რა. ესე იგი. ილო გეგიძე. დაბადებული 1961 წელს ქალაქ თბილისში. 91-92 წლებში ცნობილი მოვლენების შემდეგ, რომლის დროსაც მისი მშობლების კუთვნილი ბინა თავისუფლების მოედნის ნომერ 4-ში მთლიანად დაიწვა, ტოლვილის სტატუსით გაემგზავრა ჰოლანდიაში და იქ თავშესაფარი ითხოვა. ბიჭო, რა ცნობილი მოვლენები რა. აი რა ცნობილი, ამდენი თხოვილი გაგონილა კაცო. ამ ტიპს აბაზრობთ ეს ლეხი. ვირა თბილისის ომი, სამოქალაქო ომი იყო, აბა რა ოხრობა იყო კაცო. აი ბიჭი რა, მაგის დრო ეხლა. მიდი. იქ უკავშირდება კავკასიელების ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებში. 2002 წელს გეგიძე უკვე ლონდონის ციხეში ზის, სადაც ჩვენთვის უცნობი დანაშაულისთვის პატიმრობის 3 წლიან ვადას იხდის. 2006 წელს ოქტომბერში იგი თბილისში ჩამოდის. ეგ არის თუ? რა დროს ეგ არის კაცო, ჯერ ახით. ესე იგი 2006 წლის 14 ნოემბერს სახელმწიფო მუზეუმის საცავიდან გაქრა ძალიან მნიშვნელოვანი ექსპონატი. მეორე დღეს ამ სასავის მთავარ მცველს კლავენ. ეხლა ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს მკვლელობას და ძარცვას ერთმანეთთან დაკავშირებულია და ჩაიდინა ამ მუზეუმის დაცვამ. კერძოდ ორმა მათგანმა, ბჟალავამ და გიორგაძემ. ეს გიორგაძე დაკავებულია. გიორგაძემ ახსენა ვინმე ილო. ამ ილოს რა დანაშაული მიუძღვის მუზეუმის ძარცვასთან დაკავშირებით? ამ ბჟალავამ და გიორგაძემ სწორედ მაგის შეკვეთით მოიპარეს მუზეუმიდან ექსპონატი. რაიშს ამ ილომ გადაუხადა $30,000. ბიჭოს, ისეთი რა იყო, ოქრო და ძვირფასი თვლები თუ რა? საქმე იმაშია, რომ ამ ექსპონატის ფასი როგორც ასეთი დიდი არაფერი არ არის. მაგრამ ეს იმ გვირგვინის ფრაგმენტია, რომელიც მე-11 საუკუნეში იერუსალიმის მეფე ბალდუინმა 5 ნაწილად დაანაწევრა და ერთ-ერთი მათგანი გაუგზავნა დავით აღმაშენებელს. კი, მაგრამ რა შეჭირდება იმ რეციდივისტ გიგიაძეს იმ რაღაც გვირგვინის ფრაგმენტები? ბატონო გივი, ლონდონში ცხოვრობს ცნობილი კოლექციონერი ჯეიმს უოლპოლი, რომელიც ამ გვირგვინის 3 ფრაგმენტის მფლობელია. ჩემი აზრით, ილო მოქმედებდა სწორედ მაგის დაკვეთით. გასაგებია. საოცმო. თუ ზმახარ, ეს უოლპოლის აიდან გათხარე. მე კი არა, ანამ გათხარა. მომენ ერთი მომე. ჩავიწერო მაგის მონაცემები. გამარჯობათ. გამარჯობათ. თავადონო ხო ვერ მეტყვით აქ რა მოხდა, რა მოხდა და გადაიწვა ყველაფერი. დაალეგა? ალეგა მოკლეს და თან 3 კაცის გაიყო. აუ, ალეგაჩი. მოიცა. რა? შენ ალეგას მეგობარი ხომ არაც? არა. მე ცნობი. არა, მადლობა, კარგად იყო.
ვის მიესალმა ბიჭო ზუსტად გავხდე. კათა ჯიგრულის და როაც ვიცა იმენ. იქ და რა ვინ ვარ ეს კამერაში. დიკუდა, ჰა? უნდა წავიდე, საქმე მაქვს. რა საქმე? ხამდება, რომელი საათია? პისმო ნადაპირიდაც. Что за письмо? ალი გამთხოვა 2 დღის უკან, თუ მე რამე დამემართა, ეს წერილი ერთ ქალს გადაეციო. ვინ ქალს? შენ რამე შარში არ გაიხვიო. ნუ რა ვქნა ეხა, კაცმა მთხოვა და როგორ ბოლო თხოვნა არ შეუსრულო? არა, ბოლო თხოვნა უნდა შეუსრულო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს წერილს დღეს მიუტან თუ ხვალ? გეუბნები, კაცმა მთხოვა მეთქი, რა ძიმა? გთხოვ რა ხვალ წაუღერა. აიშა რამე ხათაბალაში არ გაიხვიო. გთხოვ. აი რა, კაი ხო, ამ შენმა თხოვნებმა ხო შემჭამა რა. Жаль, что все так вышло. В смысле? Плохо. Гюрзу убили, схема пропала. Да ладно вам. Схему у вас и нечего тут комедию ломать. Что? Вы думаете, что схему забрали мы? Да, я так думаю. А может, и Гюрзу тоже мы убили? А почему бы и нет? Прострелили башку бедному дураку. Забрали схему и дело с концом. Одним террористом меньше. Подумаешь. Вам повышение по службе, мне выговор, а Гюрзе гроб с цветами. Вот и все дела. Послушайте, зачем вы сюда явились, а? Устроить себе кайф по полной программе? Решили посмеяться надо мной, да? Нет. Просто провожать тебя. Довести до аэропорта. Можете не беспокоиться. Я вызвала такси. გამარჯობა მეთქი. დაგიმარჯოს. რუსი ქალი აქ ცხოვრობს, არა? აღარ ცხოვრობს, წავიდა. როგორ თუ წავიდა? ეხლა გაათავისუფლა ნომერი. Послушай, доченька, по правде говоря, я и не думал провожать тебя. Не попросил бензина, и только поэтому я здесь. Я вам не доченька. А жаль. С удовольствием отшлепал бы тебя по мягкому месту. Извини. А бензина не пришел потому, что он ловит бандитов, убивших Гюрзу. И ищет эту сраную схему. Значит, утечка произошла в нашем посольстве? Да. Другого варианта просто нет. Об этом знали мы втроем. И ваши. Да. Может, ты останешься и встретишься с послом? Нет. Если этот гад засел в нашем посольстве, я ничего не смогу доказать. Да. К тому же мы не знаем, на кого он работает. Но я обязательно укажу в своем рапорте в Москве на возможность такого сценария. Did you call taxi? Yes, I do, Генацвали. Yes, I do, Генацвали. Раз так, добрый путь. Спасибо. Надеюсь, что в другой раз ты приедешь по более приятному делу. Вы думаете, другой раз будет? Думаю, что да. Посмотрим. Привет, Захарычу. გამარჯობათ. რუსის ქალბატონი დიდი ხანია წავიდა? 2 წუთია გავიდა. მადლობთ. Вы Елена Петровна? Да. Да? А вы кто? Меня зовут Айша. Я подруга Гюрзи. Он просит передать вам вот это. Но он же... Он так и сказал. Если со мной что-то произойдет, конверт передашь Елене. Простите, вам, наверное, очень тяжело.
Примите мои соболезнования. Это не то, что вы думаете. Еще с Афганистана мисали ко мне были друзья. Правда, друзья. И больше ничего. А он больше ничего не говорил? Нет. А впрочем, он сказал, что вы очень красивая. Всего хорошего. Спасибо. გამისტორდა რომ ეგრე ტაქსი მიაჭრა და შევი გაუმარჯოს. გამარჯობთ. რა ხდება? აგნება, საგნებზანებთ, მოგავა. თანამშრომელობა. მოწმობთ შეიძლება ჩვენ. გიგენას ვარ. მოგზავნ. წყალი რაღაც ძალიან ნაცნობი პოჩერკია. მეგობრა რაღაცას ნიშნავს რა. ნაცნობი პოჩერკი რაზე გულისხმობ? ზუსტად ერთ და იგივე მეთოდითაა მაგრული. ჩვენ რომ ნახეთ გიგეთან ხევში ის განცდა. ფილმ ალფაიძე. ო, ალფაიძე. ეს ბჟანობა რა გაგვიხდა? ტო ვერ დავიჭირეთ. ბჟანობა რა შუაში? აბა მე ვარ შუაში, ვინ მოკლა ალფაიძე? კარგი, რა მოიცხოვე გამოჩემება რა. მოჩემება რა შუაში? ვერ გაიგონდა ექსპერტმა რა თქვა? იგივე პოჩერკიაო. ესე იგი რა გამოდის? ეგ ჯერ არაფერს არ ნიშნავს. პოჩერკი ეგეთ. ალფაიძე გიტარისტრონით არის მოგრული. აქაც იგივე სურათი. სტრუნი იდგას? დიახ, გიტარისტრონით. შალოვა რა გიტარაზე უკრავს? აუცილებელია რომ უკრავდეს. აუ, ხოლმე ბიჭო. ეხლა ეს ამერიკული ფილმებიდან არის გადმოღებული, აიგე? პაკეტი თხუთლებიო, სპიცებიო, მართულ ხლახტებიო, ეხლა გიტარისტრუნები რა. მოიცა რა ზახარიჯ. ეს საწყალი ქალი იმ მუზეუმში მუშაობდა, სადაც ალფაიძე. და საიდანაც ის ოხერი ექსპონატი გაიტაცეს. ეგეც არაფერს არ ნიშნავს. მომესმინე, შენ ხო იცი, რომ შალოვა მალვაშია, ხო? და ცხვირის გამოყოფა ეშინია გარეთ. ხო, გამაგებინე, აბა რა თუნდა, ეხლა მეორე ტრუპის აკიდება. ხო, რა გაუჭირდებოდა? მოტივაციას ვერ ხედავ. ამ ბოლო დროს თქვენთვის ვინმე გარეშე პირს ხომ არ მოუმართავს და ამ ექსპონატის ნომერი ხომ არ უკითხავს? არ. დარწმუნებული ხართ? იქნება უფრო გასაგებად ამიხსნა რა შეასაქმე. როგორც საქმიდან ირკვევა, ბალდუინის გვირგვინის ფრაგმენტი მე მინდა გიგია. თქვენ აპარაკოთ. კარგი? ხოთომ ვიზინოთ, ამორა გარეთ გავიდეთ რა. დავა? მოდი ჩვენც გავიდეთ. გავდათიხა. მაინც რის გარკვევა უნდოდა? არ ვიცი. ხო გითხარით, ასე მითხრა. ჩემი ნაუცბათები დასკვნებით ამიდა ვიმეს ვავნოო. ესე იგი რაღაცაზე ეჭვი ქონდა საცუდავს. ეჭვი ქონდა? არა, მან მაგარი გაჩითვალა საჭირო რა. და მე გავჩითოთ რა. ბიჭო, ესე იგი ლაპარაკია ექსპონატის სარეგისტრაციო ნომერზე, რომელიც შადვერაშვილისა და ალფაიძის გარდა დირექციამაც იცოდა. ხო ეგრეა, მაგრამ ეხლა დირექციიდან ვინ უფრო იცოდა, დირექტორმა თუ მოადგილემ, ამასაც დადგენა ჭირდება.
არ არის გამორიცხული ორივე სოდნოდა. და კიდევ ვიღაცებს. ვატრაკებ და გვიხარია რა. რატო გასო? აი ეტყვი ვის შემოცოდნოდა. ვიზა საისპოზე გამოფილების გამგეს, იმის მოადგილეს, რა ვიცი ყველას. ხო და ჟაზბერაშვილიც მაგის გარკვევას აპირებდა ალბათ რა. შეიძლება. მოკლედ ახლა საჭიროა მუზეუმში გავარდნა რა. და ყველაფრის გარკვევა და დალაგება. ხო მართალია? სამდე. რაო? სამდე მართალი ხართ მეთქი. ამ ტელეფონმა ხო გამიტრაგა რა. ეს კაცი დანარჩენ სეზონებში არ უცდებით იმენა. რა. ხო ბიჭო მორჩით რა, მორჩით და ეხლა მოვდივარ. Развернитесь, пожалуйста, мы едем обратно в гостиницу. საკი გაეკინა. ეგ არის ხალხო. ხელძაღლის ბოლო სეზონის ბოლო სერიებით აგებრუნდებით. მიყვარხართ მეოსებით აბა თქვენიც დროებით.